გამარჯობა მივადგეთ ერთ-ერთი თემას რომის ისტორიის შესახებ. მოგესალმები კიდევ ერთხელ და შეგახსენებ, რომ ვეხმარები აბიტურიენტებს, რომელსაც მიზეზთა გამო არ შეუძლიათ ყავდეთ მასწავლებელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ეს გაკვეთილი ვერ იქნება ისეთი გაკვეთილი, როგორც თქვათ პირადად ჩემთან, მაგრამ მაინც იქნება იმის საფუძველი და ის გარანტი, რომ თქვენ არა მხოლოდ ზღვარი გადალახოთ, არამედ სერიოზული ქულების დაგროვებაც შეძლოთ. მოგეთ თემა ძველი რომი, რომელიც იყოფა ამდაგვარად ახალი პროგრამით მიხედვით მეფეთა ხანა, რომი რესპუბლიკისა და იმპერიის ხანაში, მმართველობის სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა, ქრისტიანობა და მისი გავრცელება, მაგრამ ჩვენ ალბათ ამას გავყვეთ. მოკლედ რომის სამეფო ლეგენდის მიხედვით უკავშირდება ტყუპ ძმებს, მისი დაარსება რომულუსა და რემუსს, ისინი დედის მხრიდან იყვნენ ტროადან გამოქცეული გმირი ენიასის შთამომავლები, ხოლო მათი მამა ომის ღმერთი მარსი იყო, ის იგივე ძველი ბერძნული არესია. ქალაქის აშენების დროს რემუსსა და რომულუსს უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც ამ უკანასკნელმა რემუსმა მოკლა რემუსი და მარტო დაასრულა ქალაქის მშენებლობა. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ეს ძველი წელთაღრიცხვის 753 წელს მოხდა, როგორც ამბობენ, არ ვიცი ზუსტად როგორ მოხდა. რომულუს დაუარსებია 305 წლისაგან შემდგარი საბჭო სენატი, რომელიც არჩეულ მეფესთან ერთად მართავდა რომს. რომულუს დაუყვია მოსახლეობა პატრიციებად, ესენი იყვნენ დედით და მამით ძირძველი რომაელები, ვინც მაშინ იკდავდა რომულუს და პლებეებად რომში მოსულთა შთამომავლები, ჩამოსულები რა. მეფეთა ხანაში რომს სულ 7 მეფე მართავდა. რომის მეშვიდე მეფეს ტარკვინუს სუპერბოს, ანუ ამაღს აღაშფოთა ხალხი და ის რომაელებმა ძველი წელთაღრიცხვის 509 წელს ტახტიდან ჩამოუდგეს და თქვეს, რომ მეფება საერთოდ არ გჭირდებაო. ამით დამთავრდა მეფეთა ხანა, რაუცებ მოაყომარეთ მეფეთა ხანის პრობლემა და შემდეგ იწყება რესპუბლიკის პერიოდი. რესპუბლიკას დროს სახალხო კრებას ყოველწლიურად უნდა აერჩია 2 კონსული მეფის ნაცვლად. კონსულები ერთად მართავდნენ ქვეყანას, ისინი იწვევდნენ სახალხო კრებებს, ანუ სენატის სხდომებს, წვევდნენ მნიშვნელოვან საქმეებს რომის რესპუბლიკაში და აი ამ ფორმას ეწოდა ზუსტად რესპუბლიკა, რაც ნიშნავს სახალხო საქმეს. პუბლიკა ლათინურად არის ხალხი, ესენი ძირითადად ლათინები იყვნენ მაინც. თუმცა თუ არსებობდა ეგრეთ წოდებული ფორს მაჟორი დროს რომ მომთხოვე რაღაც საშიშროება, სენატი 6 თვით ირჩევდა დიქტატორს და მას შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებდა. თანამდებობაზე მხოლოდ პატრიციების ფენიდან ინიშნებოდნენ, თუმცა ქრისტეს შობამდე 490 წელს პლებეებმაც, ანუ მეორე ფენამაც მიიღო უფლება სენატში აერჩიათ თავიანთი წარმომადგენელი, რომელსაც ერქვათ სახალხო ტრიბუნი. ესე იგი სენატში ტრიბუნები სარგებლობდნენ ეგრეთ წოდებული ვეტოს, ანუ აკრძალვის უფლებით, ამ უფლების მოპოვებისათვის პლებები დიდხანს იბრძოდნენ, მათ სათავეში ედგნენ ძმები ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსები და დამთავრდა იმ შედეგით, რომ მათ როგორც უკვე ვთქვით, აერჩიეს სახალხო ტრიბუნები. ახლა გადავდივართ საგარეო პოლიტიკაზე. ქრისტეს შობამდე 260 წელს რომსა და კართაგენს შორის სიცილიაზე ბატონობისათვის ხანგრძლივი ბრძოლა დაიწყო. გვემახსოვრება ჩვენ ალბათ, რომ პრინციპში აღარ შედის საკითხებში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ კართაგენი თავის დროზე ფინიკელებმა დააარსეს და რომაელები კართაგენელ ფინიკელებს ჰუნებს, პუნებს ეძახდნენ. პუნებს, ამიტომ ამ ომებს პუნიკური ომები ეწოდა. სულ 3 პუნიკური ომი იყო და მთლიანობაში სამივე ერთად 100 წელზე მეტხანს გაგრძელდა. პირველი პუნიკური ომი ძველი წელთაღრიცხვის 264-251 წლებში მიმდინარეობდა, რომლებმა გაიმარჯვეს. წარმატებით დასრულდა ეს ომი, ანუ ასე რომ ვთქვათ და ყველა პუნიკურ ომს აქვე შეგახსენებთ, რომ მოყვა თავისი კონკრეტული შედეგები და ეხლა ჩვენ უფრო დეტალების ნაცვლად ამ შედეგებზე გადავალთ, თუ როგორ იბრძოდნენ იმის ნაცვლად, ჯობია ეს ვიცოდეთ. ანუ პირველი პუნიკურ ომს თავისი შედეგი მოყვა, რაღაც ტერიტორიები მიითვისა რომმა, მეორე პუნიკურ ომსაც თავისი შედეგები მოყვა, რაღაც ტერიტორიები მიითვისა ომმა და მესამე პუნიკურ ომსაც რაღაც შედეგები მოყვა და საბოლოო ჯამში სამივეში რომმა გაიმარჯვა. დაუბრუნდეთ პირველ პუნიკურ ომს რა შედეგები მოყვა და მერე გადავიდეთ სხვებზე. მოკლედ პირველი პუნიკური ომის შემდეგ რომმა ხელთ იგდო სიცილია, კუნძულია ეს, სარდინია და კორსიკა. რომაელები ტერიტორიებს, რომელსაც იტალიის ფარგლებს გარეთ იმორჩილებდნენ, პროვინციებს უწოდებდნენ, შესაბამისად სიცილია, სარდინია და კორსიკა იყო რომის პირველი პროვინციები და აქ თავიანთი ბატონობა დაამყარეს, როგორც უკვე გითხარით. პროვინციების მოსახლეობას რომის მოქალაქეობა არ ენიჭებოდა ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც. ახლა მეორე პუნიკური ომი ქრისტეს შობამდე 218 წელს კართაგენმა ესპანეთში რომის მოკავშირე ქალაქი დაიკავა. ამის გამო რომმა კართაგენს ომი გამოუცხადა და ამით დაიწყო მეორე პუნიკური ომი, ანუ კართაგენის ბრალი იყო რა ფაქტობრივად, თუმცა თავიანთი ესე ვთქვათ სახელის აღდგენა სურდათ.
ამ დროს კართაგენის ჯარს ახალგაზრდა ნიჭიერი მხედართმთავარი ჰანიბალი სარდლობდა, მან შეიკრიბა 40,000 კარგად აღჭურვილი მეომარი საბრძოლო სპილოებით და ესპანეთიდან იტალიისაკენ დაიზარდა. შემოუარა იტალიას, ესე თქვარი ტაქტიკა იყო, რომ შეეშინებინა რომაელები და 1900 კილომეტრი ფაქტობრივად მათ სულ ფეხით გაიარეს. თუმცა განსაკუთრებით ძნელი იყო ალპების გადალახვა და ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა ზუსტად ალპების მთებში ბრძოლაში. ჰანიბალმა ნახევარწლის შემდეგ 26,000 მებრძოლით ჩააღწია მოკლედ რომის ტერიტორიაზე, ანუ დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე და სამი დიდი ბრძოლა მოიგო, ყველაზე დიდი გამარჯვება მათ შორის აღსანიშნავი არის სოფელ კანესთან, ძველი წელთაღრიცხვის 216 წელს, სადაც კართაგენელებმა 70,000 მეტი რომაელი ალყაში მოაქციეს. მოკლედ ცდუნებამ ვერ გავუძელი, მეკითხარით რომ პირდაპირ ვიტყვი მეთქი შედეგებს, მაგრამ არ გადავიდე მხოლოდ შედეგებზე. ჰანიბალის რომ არ მისაუბრა, არ შემეძლო, მოკლედ ამ ჰანიბალს რომაელებმა დაუპირისპირეს თავიანთი მხედართმთავარი სციპიონი, რომელმაც ქრისტეს შობამდე 200 წელს ქალაქ ზამასთან გადამწყვეტ ბრძოლაში ჰანიბალი დაამარცხა და მეორე პუნიკური ომიც, ესე იგი დამთავრდა, როგორც თავში ვთქვი, რომაელთა გამარჯვებით. ეხლა შედეგი რა იყო ამის? კართაგენი იძულებული იყო რომისთვის დაეთმო ესპანეთი, ანუ პირენეს ნახევარკუნძული და ის გადაიქცა რომის შემდეგ პროვინციად. და ასევე თავისი ფლოტი და საბრძოლო სპილოები გადასცა კართაგენმა რომაელებს. მესამე პუნიკური ომი ცოტა უფრო სხვანაირად დაიწყო, ამ შემთხვევაში რომის ჯარმა გამოიჩინა ინიციატივა ქრისტეს შობამდე 159 წელს რომმა გამოიჩინა, ჩავიდა აფრიკაში, კართაგენს ალყა შემოარტყა და ამით დაიწყო მესამე პუნიკური ომი, რომელიც 159 წლიდან 156 წლამდე გრძელდებოდა. ამ ომში შედეგი ის იყო, რომ მთელი კართაგენი გადავიდა უკვე, ანუ ჩრდილოეთ აფრიკა გადავიდა უკვე რომის შემადგენლობაში, ფაქტობრივად ამ სამი დიდი პუნიკური ომის შედეგად რომაელებმა შეძლეს, რომ გაბატონებულიყვნენ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში, ყოველ შემთხვევაში მის დასავლეთ ნაწილში მაინც. რომის წისვლას ხელს უშლიდა მითრიდატე, სომხეთი და პონტოს სამეფო. მითრიდატე პონტოს მეფე იყო, მათმა მეფეებმა საერთო მტრის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს და რომა მეფე მითრიდატეს, მეუღლე მითრიდატეს ხანგრძლივი ომი გამოუცხადა. ომი გარდამავალი უპირატესობით მიდრეობდა, ქრისტეს შობამდე 79 წელს დაიწყო რომის იმპერიის ბრძოლა, რომის რესპუბლიკის ბრძოლა სომხეთის წინააღმდეგ. რომელთა მხედართმთავარი შეიჭრა სომხეთში, სომხეთის მეფე ტიგრან მეორე ამ დროს პალესტინაში იმყოფებოდა. ტიგრან მეორის ჯარი დამარცხდა ქრისტეს შობამდე 66 წელს, რომის სენატმა ჯარის მთავარსარდლად გამოცდილი მხედართმთავარი გნეიუს პომპეუსი დანიშნა, რომელსაც მე კიდე შევეხებით. მისი მეთაურობით აღმოსავლეთში მრავალრიცხოვანი ჯარი გაიგზავნა, იმავე წლის გაზაფხულზე პომპეუსმა მითრიდატე დაამარცხა და პონტოს სამეფო დაიპყრო. შობამდე 63 წლისათვის მთელი მცირე აზია რომის პროვინციად გადაიქცა. მცირე აზიის ტერიტორია სადაც თურქეთის სახელმწიფოა. რომელთა ამ გამარჯვებების მომპოვებელი მთავარსარდალი პომპეუსი პირველი იყო პომპეუსი გახდა და როდესაც დაბრუნდა ასე ვთქვათ რომში, მან მოითხოვა სენატისგან ჯარისათვის მიწების დარიგება. სენატი მის მოთხოვნებს არ იღებდა, ამ გარემოებებმა აიძულა პომპეუსი დაახლოებოდა სხვა ასევე პოპულარულ სარდლებს იულიუსსა და კრასუსს, იმიტომ რომ სარდლების დამსახურება იყო რომის წარმატებების პრინციპში, ქრისტეს შობამდე 60 წელს ისინი საიდუმლოდ შეთანხმდნენ, ეს შეთანხმება ისტორიაში შევიდა პირველი ტრიუმვირატის სახელით, სენატი დათმობაზე წავიდა, მოლაპარაკებათა შედეგად ტრიუმვირთა უფლებები გაიზარდა. მოკლედ იულიუსი 5 წლით დაინიშნა გალიის მმართველად, პომპეუსმა 5 წლით მიიღო ესპანეთის მმართველობა, კრასუსმა კი სირიის მმართველობა. ტრიუმვირატის ერთიანობა მხოლოდ რამდენიმე ხანს გაგრძელდა, რადგან პომპეუსსა და იულიუს კეისარს შორის გამწვავდა ურთიერთობა. კრასუსის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად დაიშალა ტრიუმვირატი. ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნეში რომის რესპუბლიკის ხელთ იყო წინა აზია და კავკასია. ამ პერიოდში რომში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, გაიზარდა ერთ-ერთი მთავარსარდლის გაიუს იულიუსის გავლენა კეისრის რა. ქრისტეს შობამდე 45 წელს რომის სენატმა მას სიცოცხლის ბოლომდე დიქტატორობა, შეუზღუდავი ძალაუფლება უბოძა, რითაც რესპუბლიკა აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. ამიტომ ქრისტეს შობამდე 54 წელს სენატის რესპუბლიკის მომხრე წევრებმა კეისარი მოკლეს. რომში დაწყებული სამოქალაქო ომში გაიმარჯვა ქრისტეს შობამდე 27 წელს კეისრის შვილობილმა ოქტავიანემ, რომელსაც სენატმა ავგუსტუსობა, ავგუსტუსი ნიშნავს პატრიციუმს, ღვთაებრივს უბოძა. ამით დამთავრდა რესპუბლიკის ხანა რომის ისტორიაში და დაიწყო იმპერიის ხანა, რაც შეეხება გავყოფთ ამ თავს, როგორც ვიკითხავთ, ძალიან დიდი გამოვიდა და უკვე შემდეგ რომის იმპერიაზე ვისაუბრებთ. ეს რაც შეიძლება მოკლედ საკუთრივ კურსში გამოცემული იყო, უფრო დაწვრილებით რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ ხოლმე, როდესაც პირადად მეცადინეობთ, მადლობთ შემოთქმულებო წარმატებების სიხარული სიყვარული და ბედნიერება ყველაფერი კარგად იქნება. არ შეგეშინდეთ მე თქვენ გვერდით ვარ, თუ რა თქმა უნდა გსურთ რომ გაგრძელდეს ეს გაკვეთილება.